ჩვენი გადაცემის დასრულებამდე სულ რამდენიმე წუთი რჩება შესაბამისად. მოდით შევაჯამოთ თქვენი ორგანიზაციის მიზნები, ამოცანები და მომავალი გეგმები. აი ძალიან საინტერესოა სამალოდ რა პროექტებს გეგმავთ. ანუ ჩვენი ორგანიზაცია წარმოადგენს ქართველ დოქტორანტების, მაგისტრების და მაგისტრანტების კავშირს, რომლებიც მოღვაწეობენ საზღვარგარეთ, რომლებიც იღებენ განათლებას წამყვან უნივერსიტეტებში, როგორც არის სტენფორდი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი ან ევროპულ სხვა წამყვან უნივერსიტეტებში. მიზანი ორგანიზაციის არის, რომ შეიქმნას ქართული ადამიანური რესურსების ბანკი, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, კონფლიქტოლოგია, სოციოლოგია თუ სხვა, შეიქმნას კლასტერიზებული ჯგუფი, რომლის ქვეშაც გაერთიანდებიან ამ მიმართულებით მომუშავე ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებული ადამიანები, მკვლევარები, რომლებიც შემდეგ ჩაერთვებიან ქვეყნის ტრანსფორმაციის პროცესში, ანუ დადებენ თავიანთ კვლევას, research-ს კონკრეტულ პრობლემის აღმოსაფრად კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში. მოკლედ რომ შევაჯამოთ. უახლოეს დავამატებდი კიდევ რამეს თქვენ იკითხეთ უახლოესი მიზნები. რაც შეეხება უახლოეს მიზნებს, ეს არის რომ სამოქმედო გეგმა ერთგვარი. კი, სამოქმედო გეგმა. დიახ, ესე იგი უახლოესი მიზანი და უახლოესი ჩვენი აქტივობა იქნება 15 მარტს ჩეხეთის დედაქალაქში პრაღაში ჩატარდება კონფერენცია, რომელსაც უკვე ჩვენი ორგანიზაციის წევრები ჩაატარებენ უშუალოდ და კონფერენციაზე განხილული იქნება კონკრეტული პრობლემები ეკონომიკის მიმართულებით. ასევე ჩვენი მიზანი არის, რომ ახლა უკვე ორმა ქართველმა სტუდენტმა, რომლებიც სწავლობენ სამაგისტრო პროგრამებით ევროპაში, მათ კონკრეტულად კვლევა ჩაატარონ, სამაგისტრო კვლევა ჩაატარონ ქართულ პრობლემატიკაზე და კონკრეტული შედეგები დადონ ქართულ პრობლემატიკაზე, ანუ ჩვენი მიმართულება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, ეს არის რომ რაც შეიძლება მეტი სამეცნიერო ნაშრომი შეიქმნა საქართველოში და გვინდა რომ საზოგადოება მიუჩიოს ერთ რამეს და ჩვენც მონაწილეობა მივიღოთ იმაში, რომ როდესაც სახელმწიფო გარკვეული სახის გადაწყვეტილებას როდესაც იღებს, ეს იყოს დაინერგოს საქართველოში policy maker კულტურა ჩამოყალიბდეს, რომ გადაწყვეტილებები მიღებული იყოს სამეცნიერო კვლევებზე და არა ვთქვათ რაღაც პოპულისტურ განცხადებებზე. გასაგებია, ჩვენი გადაცემა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. დიდი მადლობა მინდა მოახსენოთ ჩვენ სტუმრებს მობრძანებისათვის, ორგანიზაციის პრეზენტაციისთვის და რამდენიმე აქტუალურ საინტერესო საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გამართვისათვის. დღეს ჩვენი სტუმრები იყვნენ ავთანდილ აბდუშელიშვილი და შალვა თევდორაძე, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზაციას გლობალური კავშირი ქართველი კურსდამთავრებლები ახალი ინიციატივით. მადლობთ.